იცოდე შენი უფლებები და იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე. სწორედ ეს არის საფუძველი იმის, რომ ცხოვრობდე თავისუფალ, სამართლიან და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. ყველა ადამიანს უნდა რომ ცხოვრობდეს განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის თვითონ, რომ ასეთი გარემო შეიქმნას, აი ამაზე ძალიან ცოტა საუბრობს. აი მე გამიჩნდა პრობლემები და ეს ბუნებრივია, ყველას გვიჩნდება. გამიჩნდა პრობლემები და არსებობს ადგილი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და მე შემიძლია უფასოდ მივიღო ეს დახმარება და აი ეს ადვოკატი, რომელიც არის კვალიფიციური და ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება და ამ პრობლემას მოუგვარებს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა იყოს იურისტი და ყველა ერკვეოდეს იმ კანონებში და მუხლებში. საერთოდ არ არის ეს საჭირო, პირიქით, ის უნდა იყოს მშვიდად და უნდა იცოდეს, რომ მასზე ზრუნავენ. ნებისმიერი კეთილი საქმე უნდა გაკეთდეს კვალიფიციურად. აი ეს მინდა რომ გავაგებინო ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ანუ ჩვენი ძირითადი საქმიანობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი არის სოციალური მიმართულებით, მეორეა საგანმანათლებლო. აი სწორედ საგანმანათლებლო მიმართულება და ფუნქცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მომსახურება, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული არის, გქონდეთ ადამიანებს უფასოდ. უფასოდ ქვეყანაში არაფერი არ არის, ესეც უნდა ვიცოდეთ, ეს მათთვის უფასო, აი ამაზე ვსაუბრობ. სტუდენტური სტაჟირება ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ჩემი ადვოკატი საქართველოში ყველაზე დიდი იურიდიული კლინიკაა და უფასო სამართლებრივი დახმარების მასშტაბური ცენტრია. მოხალისეებს აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ მრავალფეროვან საქმეებს და შეიცნონ ადვოკატის საქმიანობა. ასევე ისინი მონაწილეობენ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში, იძენენ სასამართლო პრაქტიკის გამოცდილებას და ავითარებენ პროფესიულ უნარებს. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს ეხმარება წარმატებულ დასაქმებაში. არავითარი იმიტირებული პროცესები, ჩვენთან არის რეალური кейსები, ცოცხალ მოქალაქესთან შეხება, ამ დროს სტუდენტს უყალიბდება მოქალაქესთან კომუნიკაციის უნარი, სტრესულ გარემოში ყოფნის უნარი და გამოიმუშავებს ამ უნარსაც, ემპათიის უნარიც უყალიბდება, ბუნებრივია, დახმარების სურვილი, მებრძოლის სურვილი უყალიბდება, რაც ადვოკატის აუცილებელია და ერთ-ერთი ყველაზე მთავარიც ასევე ამ მთავართან ერთად გამოსაყოფი ჩვენი ორგანიზაციაში გავლილი პრაქტიკის დროს სტუდენტი ყალიბდება მის არჩევანში. არის თუ არა ადვოკატობა მისი საქმე, რა მიმართულება მოწონს, ჩვენთან პრაქტიკის გავლის შემდეგ ზუსტად იცის რა არის მისი. სულ მინიმუმ ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთან, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლო და აუცილებლად ცოდნას ურთიერთობებს და გამოცდილებას წაიღებს ჩვენგან ნებისმიერი ჩვენთან პრაქტიკა თუ სტაჟირება გავლილი სტუდენტი. შენ გაქვს უშუალო შეხება კლიენტებთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადვოკატისთვის, რომ ის გაიზარდოს პროფესიულად. რაც მთავარია, ნებისმიერი მონდომება, რომელიც აქვს სტუდენტს, თანაშემწეს ყველანაირი მონდომება, ასე ვთქვათ, უპასუხოდ არასდროს არ რჩება, ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და ყურადღების გარეშე სტუდენტი აქ არასდროს არ დარჩება. როდესაც ვეხმარებით ადამიანს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და ჩვენც ამას ვგრძნობთ და მიგვაქვს სულთან ახლოს. ეს არის განსაკუთრებული გამოცდილება ნებისმიერი ადვოკატისთვის და იურისტისთვის და ყოველთვის მაძლევდა და სამომავლოდაც მომცემს იმის мотиваციას, რომ გავაგრძელო აღნიშნული საქმიანობა. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ორგანიზაცია, რომ მომავალ იურისტებს გავუზიაროთ რწმენა იმისი, რომ უფასო სამართლებრივი დახმარება არის სწორედ საფუძველი სასიკეთო სოციალური ცვლილებების, რომელსაც ყველა ველოდებით.